ვინ არის ეკა ჩანჩიბაძე რა დავიბადე სოხუმში რაც ჩემთვის არის ძალიან ესეთი საამაყო ბედნიერება ესე ვთქვათ იმიტომ რომ ის მხარე ზოგადად საქართველოს ძალიან მიყვარს მაგრამ განსაკუთრებით ის მხარე სადაც დავიბადე და რაღაცა გარკვეული ბავშვობის პერიოდი გავატარე და როგორც ვიცით ადამიანისთვის ეს ბავშვობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა გარემოში იზრდება როგორი გარემოცვა ყავს და ჩემთვის ეს ის ბედნიერი წლები რაც სოხუმში გავატარე რაღაც აი გასახსენებლათაც ძალიან სასიამოვნოა და ყოველთვის თბილად ვიხსენებ და ეხაც რამდენი წელი გავიდა ხო ძირითადი პერიოდი თბილისში ვცხოვრობ და მაინც ის ემოციები და ის მოგონებები რაც მაკავშირებს ჩემს სოხუმთან სულ სხვანაირია დავამთავრე სკოლა აქ, მე დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდელირების ფაკულტეტი, შემდეგ მუშაობ სწავლის პროცესშიც მაკა ასათიანთან, შემდეგ მაკამ გამიშვა თვითონ სასწავლებლად მოსკოვში და ვისწავლე მაკიაჟის, თმის და ტანსაცმლის სტილის ეს პროფესია შევიძინე და ძირითადად უფრო ამ პროფესიით მუშაობ რა, უფრო ამ მაკიაჟის მიმართულებით. შემდეგ რომ ჩამოვედი, ისევ გავაგრძელე მაკა ასათიანთან მუშაობა, შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო სასულიერო აკადემიაში, ხატწერისა და ქარგვის განხრით, რაც მიყვარს, ძალიან მიყვარს ხალხსაქმე და მინდოდა რაღაც ეს ქართული ტრადიციული კულტურები მესწავლა ესე საფუძვლიანად რა აკადემიურ დონეზე და სხვათა შორის მე დიდი რო ვიყავი წავედი დასასვენებლად მაშინ კანში და ის სუნი პირველად მაშინ ვიგრძენი აი ქაური რაღაც ის ზღვის ევკალიპტის სუნი იყო და ზღვის ერთად და გამახსენდა ეს ბავშვები ხოიც რაღაც სუნებით რო იხსენებ ხოლმე ძალიან ის იყო რაღაც ემოციური მომენტი ჩემ ცხოვრებაში ზოგადად მე ვარ ეგეთი ადამიანი თუ არ ვიცი მოკლედ რო განწყობა მაქვს ხოლმე რაღაც ქვეყანაში რო ჩავდივარ სადღაც ბუნებრივად მოდის ეს რომ მაკიაჟსაც რაღაც შესაბამისად ვიკეთებ არ ვიცი აი რაღაც თავისთავად მოდის ხოლმე ეს და აი სოხუმთან აი დღესაც ცისფერი წავისი ფანქარი და არ მიფიქრია მაგაზე მაგრამ არის რა თქმა უნდა ის ფერები ეს რაც გახსოვს და ეს იყო ჩვენს ბუნებაში საქართველოში ზოგადად ძალიან ლამაზი ფერები მაგრამ აფხაზეთში განსაკუთრებულად იყო ეს იმიტომ რომ სხვანაირი ფერი იყო ბუნებაც გასაოცარი იყო ეს სიმწვანე შერწყმა ერთმანეთის ესეც რა თქმა უნდა ჩემს ქვეცნობიერში ალბათ იყო და მოქმედებდა რაღაცა ჩემს შემდგომ ანუ ეს ხო ილექება ყველაფერი ტვინში ადამიანის და არის ხოლმე რომ აი ძალიან მიყვარს არ მიყვარს აი ძალიან მუქიტონები რა მიყვარს უფრო მხიარული და ისეთი ფერები და შეიძლება ესეც არასდროს არ მიფიქრია მაგრამ რაღაც კავშირი აქვს ამას აი ჩემს სოხუმთან იმდენად მიყვარდა ზღვა და სულ ზღვაზე ვიყავით ხოლმე რა მამაჩემსაც ძალიან უყვარდა ზღვა და ზღვა ეს რაც არის ეს ჩვენი სულის ნაწილი ესე ვთქვათ რა ქუჩა სკოლა აი ყველაფერი რაღაც სურნელი ხო აი ყველაფერი რაღაცნაირად გახსენებს ამ ყველაფერს და ის მახსოვს ის სანაპირო სადაც ზაფხულობით სულ აი ოჯახობით სეირნობდნენ ხოლმე და ჩვენც ესეთ ტრადიცია იყო და იქ მე ეს სოხუმელი ნაცნობები იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს ახეთ მე პატარა ვიყავი სასტუმრო აფხაზია რომ დაიწოდე ის ნაყინით ძალიან გემრიელად მახსოვს თხილები ნიგუზებით და მანდარინის მურაბით რო იყო და მე უკვე ცოტა რომ წამოვიზარდე იყო პინგვინი სანაყინე და იქ აი სანაპიროზე რომ მიდიოდა საღამოობით რაღაცა რიტუალი იყო ეს სოხუმელების რომ ეს ერთმანეთთან ეს კავშირი ქონდათ რაღაცა იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს საუბრობდნენ და რა თქმა უნდა ამ გემრიელ ნაყინსაც მივირთმევდით და ეს მოგონებები მაქვს
მახსოვს პირველად აღდგა სატელეფონო კავშირი სოხუმთან და დავრეკე ჩემს სახლში და რაღაცა იქიდან ძალიან გამლანძღა იმ ქალმა, არ ვიცი მე თქვეს რომ არეული იყო ნომრები, მაგრამ ჩემი ნომერი ეხაც ზეპირად მახსოვს ტელეფონის და 286-95 ეს იყო ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი და ვიზა რამდენი ხანია გასული და მახსოვს ხოლმე. და ძალიან სამწუხაროა, რომ ანუ ვერც ჩავდივარ. არც კონტაქტი მაქვს ისე არავისთან, იმიტომ რომ ჩვენთან ძირითადად სამეზობლო უფრო ქართველები იყვნენ და ესე ანუ იქ ვინც არის, იქ ვინც ახლა იმყოფება, არავისთან არ მაქვს ესეთი კონტაქტი, არც მიმოწერა და არაფერი, გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა და ნუ რა თქმა უნდა ხა იქიდან ვინც წამოსულები ვართ, კი კონტაქტობთ და გვაქვს ურთიერთობა. სხვათა შორის როცა ხვდები ესე აი ქუჩაში ან მაღაზიაში და რაღაც რომ გაიგებენ ან მე ვარ სოხუმელიანი ის აი საერთოდ სხვანაირი ის არის რაღაცა ჩახუტება გინდა ის სითბო გინდა გადასცე მიიღო იმისგან და აი სხვანაირი დამოკიდებულება ზოგადად ხალხი ძალიან მიყვარს მაგრამ აი რომ ვგებულობ რომ აფხაზეთიდან არის სოხუმელია რაღაცა ეს საერთოდ სხვა ემოცია და გრძნობა მიჩნდება მაგ დროს სხვათა შორის მქონია შეხება რაღაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე პატარძალი მოვიდა ჩემთან და რაღაც რომ გაირკვა რომ რაღაც ძალიან ლამაზი გოგო იყო აფხაზი ვარო მითხრა და გავგიჟდე ისეთი ლამაზი იყო რომ რაღაც აი ვერ შევიკავე ჩემი ემოცია კომპლიმენტს ყოველთვის ვეუბნები ადამიანს მაგრამ ძალიან ეს უცხო გარეგნობა ქონდა და აი რაღაც მაშინ ალბათ 12 წლის უკან მოხდა ეგ ამბავი აქ გათხოვდა ეს გოგო და აღმოჩნდა მის აფხაზეთი იყო, ну ძალიან ლამაზი გოგო და დედა ყავდა აფხაზი, დედაც მოვიდა და თვითონ ცოტა ისეთი ემოცია ქონდათ რაღაცა თან გამიკვირდა ჩემს სახლში მოვიდნენ და აი ცოტა რაღაც რო გაიგეს მე სოხუმელი ვიყავ, მაგრამ მე იმდენად თბილად დავხვდი და იმდენად ჩემთვის ის იყო რაღაც აი ჩავეხუტე რასაც თქვი ეს ქალი მეუბნებოდა მე გეხოცები ჩამოდი სოხუმში ჩემთან ჩამოდი მეთქი დიდი სიამოვნები თუ უფრო დიდი წილი აქ მაქვს ნაცხოვრები და ან თბილისში ხა შენი შეგნებული ცხოვრება უკვე სხვა ქალაქში რო გატარებული ახლა მაინც რთულია ესე აიბარგო და წავხედე მაგრამ აი ის ემოცია რაც აფხაზეთთან მაკავშირებს ალბათ გადაწონის ამას და სიამოვნებით ვიცხოვრებდი აფხაზეთში და პირველ რიგში მოვინახულებდი ზღვას, ანუ სანაპიროს, იმ ბავშვობის მოგონებას რო ის ჩვენ, ნუ ზღვაზე ვიჟდები და არ გავა წელიწადი, რომ მე ზღვაზე არ წავიდე დასასვენებლად და ის არ შევიგრძნო ის ზღვის სურნელი და ისე, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ჩემთვის და რაღაცა შენი კუთხე როა სხვანაირად განგაწყობთ რაღაცა სხვა და მე მივიდოდი სახლში ალბათ და მაინტერესებდა ანუ ჩემი სახლი რა თქმა უნდა იქ ვიღაცა ცხოვრობს და ალბათ სხვანაირია რა თქმა უნდა ის ჩემი სახლი მაგრამ მე ჩემს ქუჩაზე წავიდოდი და სახლშიც შევიდოდი სიამოვნებით თუ მექნებოდა მაგის საშუალება მე ვიტყოდი რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი სურვილი მექნებოდა რომ მშვიდობიანად დაუბრუნებულიყავით ჩვენ და რაღაცა ეს შერიგება მოხდეს, იმიტომ რომ მე პირადად არ მაქვს ისეთი დამოკიდებულება არავისთან, ძალიან დიდი სურვილი იქნება რომ შევრიგდეთ ესე ვთქვათ და მე კი არ ვარ გაბრაზებული არავისზე, მაგრამ მაინც რომ იქიდან მხრიდანაც იყოს ეს არ ვიცი ხა იმათი დამოკიდებულება ნამდვილად, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი იქნება რომ დავბრუნდეთ მშვიდობიანად და ვიცხოვროთ ისე ბედნიერად როგორც ცხოვრობდით აქამდე.